საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, მე ვახო სანაია ვარ და თქვენ უსმენთ რადიო იმედის ეთერში გადაცემა საქართველო და მსოფლიოს. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ტრადიციულად, ისევ როგორც ყოველ ოთხშაბათს, ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და მტოლთა მინისტრი დავით დარახველიძე. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ერთად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. მივესალმები ჩემს პირველ სტუმარს, ბატონ დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ მუშაობთ ამ სამინისტროში და მოდით ზოგადი შეფასებით დავიწყოთ, თქვენი ზოგადი შეფასებით და მერე გადავალთ დეტალებზე. რა შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში დევნილებისთვის საქართველოში? მივესალმები თქვენს მსმენელებს. კეთილი იყოს შეიფეხი თქვენს რადიოში. რა შეიცვალა ზოგადად სამინისტროში? უნდა დავიწყო საფუძვლიანად ასეთ შემთხვევაში საუბარი. და უნდა ვახსენო, აღნიშნო ეს მემკვიდრეობა, რომელიც დამხვდა მე პირადად და ეს იყო არანორმალური ვითარება, როდესაც დევნილები დადიოდნენ ბენზინიანი ბოთლებით სამინისტროში. სამინისტროს ეზოში იყო მუდმივი პერმანენტული მიტინგი და დევნილები იჭრებოდნენ ყველა შენობაში, სადაც ასე ვთქვათ, თავისუფალი ფართი არსებობდა და ნოემბრის ბოლოსათვის სიტუაცია მიაღწია პიკს, როდესაც 6,000 დევნილი იყო შეჭრილი სხვადასხვა ფართობებში. იყო დაპირისპირება თვითონ დევნილებს შორის, იყო ასეთი ყბადაღებული ობიექტი, ბაქოს ქუჩა ნომერი 1, სადაც ერთმანეთს ეცილებოდა ორი კატეგორია დევნილებისა, მუხიანის არაშენდადან და დიდუბის ბამბის ნართიდან. და ისინი ცდილობდნენ ურთიერთობა გაერკვიათ ერთმანეთში თვითონ. და ასე ამბობდნენ, რომ გითხარით ვის გვეკუთვნის და სიტყვით ვიომებ და ვის დარჩება, იმას დარჩეს ეს ფაქტი. ამ სიტუაციაში დავიწყეთ ჩვენ მუშაობა. შევამჩნიეთ, რომ დასაწყისშივე რომ იყო აბსოლუტური დეფიციტი კომუნიკაციისა დევნილებთან, ისინი თხოვდნენ ინფორმაციას, ის მათ აინტერესებდათ მომავალი. ერთი სიტყვით იყო სრული ქაოსი და გაურკვევლობა. სამინისტრო არ ელაპარაკებოდა დევნილებს. სამინისტრო არ ელაპარაკებოდა დევნილებს, სამინისტროს ჰქონდა ორი შესასვლელი, ერთი საიდუმლო და ერთი ცენტრალური. ცენტრალური შესასვლელთან მუდმივად იყო დევნილების, როგორც გითხარით, მიტინგი, ხოლო მინისტრი შედიოდა და გადიოდა საიდუმლო კარიდან. როდესაც მე აღმოჩნდა იგივე სიტუაციაში, მაშინდელმა შენობის დაცვამ შემომთავაზა ეს სამსახური სერვისი, ასე ვთქვათ, რომ არ არის პრობლემა, თქვენ ისე შეხვალთ და გახვალთ, ვერავინ ვერ გაიგებს. მაშინ მე ვთქვი, რომ მე თუ შემიშვებენ დევნილები შევალ და გავაგრძელებ მუშაობას, თუ არ შემიშვებენ, მაშინ საერთოდ არ შევალ და წავალ სხვაგან. ეს არ იყო იოლი, მინდა გითხრათ და რამდენიმე თვეში თანდათან დაიწყო სიტუაციამ დამშვიდება. პირველი პრობლემა ჩვენ დავძლიეთ, როგორც გითხარით, ბაქოს ქუჩასთან დაკავშირებით. საქმე იყო მისული იქამდე, რომ პოლიციამ ხელწერილით გააფრთხილა ისინი, ვინც უნდა გამოსახლებულიყო იქედან იძულებით და დარჩენილი იყო მახსოვს 5 დღე, ვითხოვეთ ჩვენ 7 დღე, იმიტომ რომ დეკემბერში რელიგიური ჩვენი დღესასწაული ემთხვეოდა 19 დეკემბერი თუ 21 ბოდიში ნიკოლოზობა 19 და გადაწევა ვთხოვეთ ერთი დღით, რომ მაინც და მაინც დღესასწაულზე არ ყოფილიყო გამოსახლება და ამავე დროს იმ ერთ კვირაში ვცადეთ, რომ როგორმე მოგვეგვარებია მოლაპარაკების გზით მათთან ურთიერთობა. ჩავრიეთ ყველა ნაცნობი, ნათესავი, თვითონ მე, ჩემი მოადგილეები, ეკლესიის წარმომადგენლები და მივიღეთ შედეგი. ანუ ვიდრე დადგებოდა იძულებით გამოსახლების დრო, ჩვენ შევთანხმდით მათთან, რომ ვისაც უნდა დაეტოვებიათ დატოვანება ყოფილობით. მათ შორის ვინც იყო მართლა უკიდურესად გაჭირებული, მათ ჩვენ მივეცით პირობა, რომ მაქსიმუმ 2 თვეში მათ შევუქმნიდით საცხოვრებელს.
და გამოთავისუფლდა შენობა, ხოლო ვისაც ვიზადაც განაწილებული იყო, ისინი შევიდნენ. ჩვენ შემდეგ ორ თვეში ეს პირობა შევასრულეთ და პრაქტიკულად ამ დროიდან დაიწყო რაღაც ნდობის ნიშნების გაჩენა. ბატონ დავით, აი ადეკვატური საცხოვრებლის უქონლობა ეს არის ყველა დასკვნაში, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნაში და საერთოდ რაც იწერება ამის შესახებ, ყველგან პირველ პრობლემად არის ეს. და დევნილებიც პირად საუბარში ყოველთვის ამბობენ ამას, რომ მათ არ აქვთ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები და არის უზარმაზარი პრობლემა, მე ეს კარგად მესმის, აი თქვენ როგორ აპირებთ უახლოეს მომავალში ან ცოტა პერსპექტივაში შემდეგ აი ამ ძალიან დიდი პრობლემის გადაწყვეტას არსებობს თუ არა რაიმე გეგმა, რომელსაც მიყვებით, რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს. დიახ, ისევ გავაგრძელებ მე ქრონოლოგიურად და შესაბამისად მივალ თქვენი კითხვის პასუხამდეც. დავნიშნეთ ჩვენ დევნილთა მიღების დღეები, ანუ ერთი დღე მე მთლიანად მიუძღვენი მათთან ურთიერთობას, ხოლო დანარჩენ დღეებში მოადგილეებს დავაკისრე ეს ვალდებულება. ჩემთვის ეს იყო სამშაბათი დღე და დღემდე გრძელდება ეს. და ამ ზღვა რაოდენობამ ადამიანებსა დაიწყო მოსვლა და ჩვენ დავიწყეთ მათთან საუბარი. შესაბამისად, ბუნებრივია გამოიკვეთა ძირითადი საჭიროებები. ერთი ის რომ 8-დან 10-დან 8 მოდიოდა კერძო სექტორიდან. ის რომ 10-დან 8 ასევე მოდიოდა საბინაო პრობლემის მოსაგვარებლად. შემდეგ მეორე ადგილზე დგას შემოსავლების პრობლემა, შემდეგ ჯანმრთელობა, განათლება და შემდეგ ყველა საჭიროება, რაც ნორმალურ პირობებში აქვს ადამიანს და რაც არ აქვს სამწუხაროდ დევნილ საზოგადოებას. ანუ განსახლება. ჩვენ დღეს გვქონდა შემაჯამებელი, ასე ვთქვათ, ბრიფინგი, შეხვედრა და ვისაუბრეთ საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრებზე, ანუ გამლილ პერიოდში ჩვენ 805 ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ფართი. ამას გარდა 1052 ფართი გადავეცით საკუთარ, ანუ რაც ქონდა ის დაუსაკუთრეთ. 1186 დევნილ ოჯახს გაუწიეთ ფინანსური დახმარება ერთჯერადი. 152 ოჯახს გადაუხადეთ უხდით დღემდე და გავაგრძელებთ საჭიროების მიხედვით ბინის ქირას. ამაში დაიხარჯა 220,000 ლარი ერთ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში 150,000 ლარი. მაგრამ ეს მაინც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ციფრი წლის ბოლომდე, მათ შორის თბილისში, განსახლების მაჩვენებელი მიუახლოვდება 2000 ოჯახს. ეს ერთის მხრივ არის შთამბეჭდავი, მაგრამ იმ პრობლემასთან მიმართებაში, რაც ჩვენ წინაშე დგას, ეს არის ზღვაშწვეთი. ანუ დაახლოებით ვამბობ, იმიტომ რომ არ არსებობს ზუსტი ციფრები და ბაზა, რომელიც არსებობს სამინისტროში დევნილთა შესახებ და დევნილთა საჭიროებების შესახებ, მათი მდგომარეობის შესახებ გარკვეულ უნდობლობას იმსახურებს ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი რეგისტრაცია, რომელიც დასრულდება დეკემბრის ბოლოს. და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ზუსტად ვინ არის, რამდენი დევნილი გვყავს, მათ შორის კერძო სექტორში, რა საჭიროებებია, რა აუცილებლობა. საერთო ციფრი არის 272,000 ძველი საერთო ციფრი არის 272,000 რეგისტრაციის მიხედვით, მაგრამ ახლა რა სურათს ვიღებთ დაახლოებით? ჩვენ ვარაუდობთ ციფრის მნიშვნელოვან შემცირებას, მნიშვნელოვან ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ 10,000-ით და შეიძლება რამდენიმე 10,000. ეს ხარჯზე ხდება. ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს მონაცემები არის არარეალური. ეხლა ამინისტიის შესახებ კანონი შესულია პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროს და ჩვენი ერთობლივი, ასე ვთქვათ, ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ესე იგი რეგისტრაციის აქტების გაყალბებების თაობაზე და კორუფციულ სქემებთან ქონდა საქმე. დიახ, სამწუხაროდ ძალიან ბევრი არის დევნილის სტატუსის მატარებელი, ისეთი, რომელიც ნამყოფიც არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ან ნამყოფია, მაგრამ იქ არ ცხოვრობდა მუდმივად. შემდეგ არის საკითხის სტატუსის, როდესაც სტატუსი ენიჭება დღემდე ყველა ახალშობილს, რომელსაც ერთი მშობელი ყავს, მაინც ყავს დევნილი და ეს უკვე მესამე და ზოგ შემთხვევაში მეოთხე თაობაში მიდის. ანუ წარმოიდგინეთ, თქვათ სოხუმელი გოგონა გათხოვდა კახეთში, თქვათ პირობითად
კახელზე, რომელსაც აქვს კარგი ორსართულიანი სახლი, 10 ჰექტარი ვენახი და შემდეგ 2 მანქანა, თქვათ, შეეძინათ 3-4 შვილი და 4-ვე აღახდა დევნილი. ანუ აქ რა გამოსავალს პოულობთ ასეთ შემთხვევაში? აქ ჩვენ გვაქვს ის გამოსავალი, რაც რითაც სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ არ შეიძლება ყველა თაობა დევნილი იყოს. ეს სტატისტიკა გვაძლევს ჩვენ მონაცემებს შემდეგს, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხვი მცირდება, დევნილთა რიცხვი იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ეს საინტერესო საკითხია, ანუ ვის უნდა ეწოდოს დევნილი, ვინც დაიბადა მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიაზე ან ცხინვალის ტერიტორიაზე? ამჟამად საუბარი არ არის იმაზე, თქვათ, ვისაც უკვე ქვია დევნილი, რომ იქ რაიმე ცვლილება იქნეს შეტანილი. საუბარია სამომავლოდ როგორ გაგრძელდეს სტატუსის მინიჭება. ჩვენ ყოველ თვეში მინიმუმ 400 ახალშობილს ვანიჭებთ დევნილის სტატუსს. და მათთან ერთად ასევე მოდიან იქ დაბადებულების და იქ ადრე მცხოვრები ადამიანებს, რომლებსაც დღემდე არ ქონია სტატუსი და სადღაც 500 ადამიანი რეგისტრირდება ყოველთვიურად. აი ბატონ დავით, თქვენ თქვით რომ გაქვთ ხშირი კონტაქტი დევნილებთან, მათ ესაუბრებით ერთი კონკრეტული დღეც გამოყავით. მათ აუხსენით ეს? რომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? დიახ, მე ამას თქვენს რადიოშიდაც არ წამომცდენია ეს, მე შეგნებულად ვსაუბრობ. მე მინდა რომ საზოგადოებრივი აზრი ამის ირგვლივ იყოს ჩამოყალიბებული. მე ამის თაობაზე რამდენიმე თვის წინ განვაცხადე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს და ასევე კოლეგა სამინისტროებთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და მინდა რომ ამაზე იყოს დისკუსია და ჩამოყალიბდეს საღი აზრი, ისე რომ გაგრძელდეს როგორც დღეს არის. არ შეიძლება სულ მალე რამდენიმე წელიწადში მთელი ქვეყანა ვიქნებით დევნილი. როდიდან აპირებთ რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული? როგორც გითხარით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას, მთავრობაში იქნება ამის თაობაზე განხილვა, გარკვეული კორექტივები უნდა შევიდეს, მე არ ვსაუბრობ რაღაცა ძალიან მკვეთრ, ძალიან მტკივნეულ ცვლილებაზე და რეფორმაზე, მაგრამ არ შეიძლება ყველა ეხლა მესამე თაობაში წარმოედგინეთ კახეთში გათხოვილი ჩვენი დევნილის მაგალითი რო გავაგრძელოთ, სამი ბავშვი გაჩნდა დაუშვათ 1994-ში, 15-ში, 16-ში. ის ბავშვები თავის მხრივ უკვე საქორწინო ასაკში არიან და ასევე მათ თქვათ შეუძლიათ და დიდი ალბათობა არსებობს, რომ 3-დან ან 4-დან 2 ან 3 ისევ არადევნილზე დაქორწინდეს და მათ თავის მხრივ 3-3, 4-4 შვილი გაუჩნდება და ისინი ყველა დევნილი იქნება. ანუ გეომეტრიულ პროგრესიაზე როცა ვსაუბრობ მე, ან მინიმუმ ყველამ დევნილმა რო იქორწინოს, რამდენი თაობა უნდა, მე რამდენი თაობა შეიძლება იყოს დევნილი დაუსრულებელი. გასაგებია, ყველა ვარიანტში ის რაც თქვენ თქვით და რასაც საზოგადოებასთან უფრო ფართოდ კიდევ განხილვას აპირებთ, იქნება დისკუსიის თემა. მე დარწმუნებული ვარ ამაში. და ესე იგი ამ დროს ამის პარალელურად ნამდვილი დევნილი. ანუ მართლა აფხაზეთში ცხოვრები გამოდევნილი იქიდან ადამიანი დღემდე 20 წლის თავზე არის ისევ ყოველგვარი სახსარის გარეშე, ვერ მისცა სახელმწიფო ბინა, დღემდე აძლევდა 14 ლარს, მერე 28 ლარს და ასე შემდეგ და აქვს უკიდურესი საჭიროება. და იმ წინ რესურსში, რომელიც სახელმწიფო სხვადასხვა დროს გამონახა და თუნდაც დღეს გააჩნია, მთელი ეს საზოგადოება მონაწილეობს. ამიტომ არის რომ დღემდე 28 ლარის ზემოთ ვერ წავიდა დევნილის შემწეობა. თუმცა ჩვენ ასევე ამის მიმართაც გვაქვს მოსაზრება, გვაქვს პროექტი, უახლოეს მომავალში განიხილავს მთავრობა და ესე იგი უნდა გაიზარდოს დევნილის შემწეობა. მაგრამ მე რო არ დამრჩეს თქვენი ძირითადი შეკითხვა უპასუხოთ, აი იმ ნდობა ნახევრად შერყეული ბაზის მიხედვით დაახლოებით 35-40,000 ოჯახისათვის დღეს არსებობს მწვავე აუცილებლობა და საჭიროება საბინო უზრუნველყოფის. ახალი რეგისტრაციის შედეგები მოგცემს ახალ მონაცემებს, მაგრამ ეს არ იქნება ამის ასე ვთქვათ ძირეული რაღაცა. შეიძლება ვთქვათ 40,000 ნაცვლად მივიღოთ 30,000. ესეც ისეთივე პრობლემაა თითქმის რამდენიც 40,000. ამიტომ ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლებამ და მისი სახელით მე როგორც ამ სამინისტროს ხელმძღვანელმა და მთავრობის წევრმა დევნილებს, რომლებიც ამ კითხვას იმთავითვე სვავდნენ და აინტერესებდათ, უთხარი რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 4 წელიწადში დაიძლიოს ეს თემა
გარდატეხა იქნეს შეტანილი. ანუ დაიწყოს პრობლემის მოგვარება და მილევად რეჟიმში გადასვლა და არა იმ რეჟიმში დატოვება, რაც დღეს არის. ანუ მე რაც გითხარით ციფრები, რომელიც ერთის მხრივ ჩაუხედავი პრობლემაში ჩაუხედავი ადამიანისთვის შტაბეჭდავად ჟღერს, რომ 205 ოჯახს და 3000-ზე მეტ დევნილს ჩვენ მოუგვარეთ ბინის პრობლემა. ამ დროს ამდენივეთი გაგვეზარდა. აწინ არ წავსულვართ. მე გითხარით რომ თვეში 400-დან 500-მდე ახალი დევნილი ჩნდება ზოგი დაბადების გამო და ზოგი სტატუსის გამო. აი რა ფინანსური შესაძლებლობა ნიშნავს 15 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფარს. რა ფინანსური საშუალებებით აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას? სახის აკუმულირება საიდან მოხდება? გეტყვით, ნუ ეს ეხლა მე ცოტა ხნის წინ გახდით გაეროს ტოლთა უმაღლეს კომისარიატში და მქონდა შეხვედრა უმაღლეს კომისართან. მონაწილეობდი აღმასრულებელი კომიტეტის 64 სესიაზე, გამოვედი სიტყვითაც, სადაც ვისაუბრე ყველა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენთან არის და შემდეგ ყოველგვარი ზედმეტი, ასე ვთქვათ, მოდების გარეშე მოვითხოვე პირდაპირ 1.5 მილიარდი დოლარი დახმარება. თანაც მალე და თანაც უახლოეს წლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა იზრდება. ხარმავდება. მე არ მინდა ვთქვა რომ ეხლა მე მოვედი და რაღაცა ახლა და მანამდე არაფერი 25000 დევნილ ოჯახს წინა ხელისუფლებებმა სხვადასხვა დროს მისცა საცხოვრებელი ბინა 5000-ზე მეტს მისცა ფული საცხოვრებელი ბინის ნაცვლად მაგრამ მე როგორც გითხარით 40000 მწვავეა დღეს და სულ 60000-ია მე სულ 90000 ოჯახი გვყავს დევნილი 90000-ზე ცოტა მეტი ანუ 30000 თუ ამა თუ იმ ფორმით მოუგვარდა და ის კიდე ცალკე პრობლემაა, იმიტომ რომ ვისაც ყოფილ სასტუმროებში გადაეცა ერთოთახიანი ბინა საკუთრებაში და მის მიმართ სახელმწიფოს მოეხსნა ვალდებულება კანონმდებლობის მიხედვით, ისინი პრობლემას ისევ აყენებენ. ანუ არის სიტუაცია, როდესაც რაღაც პრობლემების მოგვარება ხდება, მაგრამ ეს პრობლემა ისევ რჩება და დროში ეს ყველაფერი გრძელდება. დიახ. ამიტომ ორი მიმართულებით უნდა იქნეს სვლა, ერთი კანონმდებლობა უნდა გახდეს რეალისტური გონივრული კანონმდებლობაზე კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ რა ოპტიმიზმი გაქვთ ამ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც დაასახელეთ. ამ თანხასთან დაკავშირებით მე მაქვს ის ოპტიმიზმი, რომ რამდენიმე მიმართულებით და მათ შორის ეხლა ხან ჩვენ მთავრობა მოიწონა ჩვენი კანონ პროექტი იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციასთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას 487 მილიონი ლარის გრანტზე. საბიუჯეტო გრანტზე სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების საბინაო მშენებლობისათვის მე მაქვს იმედი რომ საბოლოო ჯამში ეს დაფინანსება მომავალ წლიდან გაიხსნება და ჩვენ უკვე დავასრულეთ პროექტები და ამაზე დღესაც გქონდა საუბარი უნდა წავიდეს მასიური მშენებლობა ამ კატეგორიის ადამიანებისათვის და ჩვენ უკვე გვაქვს პროექტები ვარკეთილში მეტროსთან საკმაოდ ახლოს 16 22 სართულიანი კორპუსის მშენებლობისა ეს არის 4500 ოჯახისათვის ასევე გრწანისში ფონიჭალა ეგრეთ წოდებული ფონიჭალას დასახლებაში იქ არის 8 22 სართულიანი კორპუსი ეს როდესაც ვარაუდობთ რომ დასრულდება ეს უნდა დაიწყოს მომავალი წლის დასაწყისში და შემდეგ ალბათ 2 შესაძლებელია 3 წელიწადი, თუმცა გაიყოფა ეტაპებად. თქვათ 16 კორპუსიდან თუ ჩვენ პირველ წელს შევძლებთ რომ მე-13 მაინც შევიყვანოთ ექსპლუატაციაში, მეორე წელს უფრო მეტი, ეს სერიოზული, ასე თქვათ, იმ გეგმის ასე კი ბატონო, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და განვაგრძობთ საუბარს. საქართველოს და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველოს და მსოფლიოს დავბრუნდით ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ბატონი დავით დარახველიძეა ჩვენი სტუმარი და დევნილთა პრობლემებზე ვსაუბრობთ ბატონ დავით კანონმდებლობაზე ვისაუბროთ რა პრობლემებია კანონმდებლობაში და ეს პრობლემები რა პრობლემებს უქმნის საერთო ჯამში შემდეგ დევნილთა მდგომარეობას დიახ კანონმდებლობაში გარდა იმისა რაზედაც უკვე ვისაუბრეთ არის სხვა პრობლემები და მე ამას დავარქმევდი ასე, დევნილთა თავისუფლების ხარისხი, მათი დამოუკიდებლობა. ჩვენ გვყავს
ჯერჯერობით ორი კატეგორიის დევნილები, ეგრეთ წოდებული კოლექტიური ცენტრების დევნილები და კერძო სექტორის დევნილები. კოლექტიურ ცენტრში კომპაქტური, ეგრეთ წოდებული დევნილი ღებულობს 22 ლარს შემწეობას და სახელმწიფო მას უხდის კომუნალურ გადასახადებს. ხოლო კერძო სექტორის დევნილები ღებულობენ 28 ლარს და ისინი მათ არავინ მეტს არაფერს არ ეხმარება. იმაჩნია, რომ ეს არის არათანაბარი, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, მეტიც დისკრიმინაციული კერძო სექტორის დევნილების მიმართ, რომელთა რაოდენობა საერთო რაოდენობიდან 70%-ია თითქმის და ხოლო კოლექტიურ ცენტრებში დევნილების ძალიან დიდი ნაწილი მიეჩვია და აქვს განცდა, რომ მუდმივად მასზე უნდა ზრუნავდნენ და მას უნდა ყველა პრობლემას უგვარებდნენ. კომუნალურს, საყოფაცხოვრებოს და ასე შემდეგ, თქვათ, ჩამოსდის სახურავიდან წყალი, რეკავს სამინისტროში. და ითხოვს, რომ სხვა ავიდეს სახურავზე და დააფაროს და თქვათ, შიფერი, ან კრამიტი, ან სხვა რაღაცა, ან გაუფუჭდება კარის სახელური და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქ არის სერიოზული კორუფციული სქემები ელექტროენერგიის მოხმარებაში, წყლის მოხმარებაში, იგივე გაზის მოხმარებაში. ჩვენ ვთხოვთ და ვაფრთხილებთ ენერგოკომპანიებს, რომ როდესაც დევნილის დავალიანება გადაცდება 50 ლარს, შეუწყვიტონ ოჯახს, თქვათ, ელექტროენერგიის მიწოდება. მაგრამ ამას ისინი არ აკეთებენ. ისინი მაინც აგრძელებენ ელექტროენერგიის მიწოდებას, მანამ სანამ დავალიანება არ მიაღწევს რამდენიმე 1000. და შემდეგ რა ხდება? არავინ არ ითვლის ეს 1000 მართლა ამ დევნილმა დახარჯა თუ დაუშვათ 300 ლარი დახარჯა დევნილმა, მაგრამ იმის ხარჯზე რომ მან კომპანიამ არ გამოურთო მას ელექტროენერგიის მიწოდება, მან ხელი მოუწერო, რომ თითქოს დახარჯა 700. შესაბამისად, ეს ელექტროენერგია კომპანიამ გაუშვა სხვაგან კერძო დაუშვათ ბიზნესში. მაგალითად, არ დავასახელებ, მაგრამ ერთ შენობას გეტყვით თბილისში, დიღომში, სადაც პირველ სართულზე დევნილებს აქვთ ელექტროენერგიის დავალიანება 800, 900, 1200 ლარი, ხოლო მეორე სართულზე 100 ლარი, 80 ლარი. პირველ სართულთან მიმდებარედ არის პროფილაქტიკები. სახელოსნოების, რომლებიც ხმარობენ ელექტროენერგიას. ასევე გორში ქონდა შემთხვევა, როდესაც წყლის მრიცხველი არ დაუყენეს და მეორე შენობას აქვს წყლის მრიცხველი, აქ აწერენ სულადობრივად, იქ ეწერება მრიცხველის მიხედვით და 10-ჯერ მეტი არის განსხვავება წყლის მოხმარებაში. და ეს ყველა ხარჯი ასევე არის გაზზე, სადაც გაზი არის, ეს ყველა ხარჯი რაღაც მომენტში უნდა გადაიხადოს ხელისუფლებამ და რა თქმა უნდა ეს 6 ლარიანს ბიუჯეტში ვერ ეტევა, შემდეგ არის მთავრობის განკარგულებები ამის თაობას და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს ასეთი მოსაზრება, რომ ყველა დღემდე არსებული დავალიანება გავასწოროთ, გადავიხადოთ, გავზარდოთ დევნილის შემწეობა, ეს 6 ლარია თუ რაც იქნება, მივცეთ დევნილს, არა 6 ლარი, არამედ რამდენჯერმე 6 ლარი. ზოგადად რამდენიც შეუძლია დღეს ქვეყნის ბიუჯეტს, რომ დევნილთა როგორც პრიორიტეტის მიმართ შეძლოს დახმარების გაწევა, იმდენზე ავწიოთ ეს თანხა და ის დამოუკიდებელი აღმრიცხველი იყოს თავის ხარჯებისა და შესაბამისად თავის რესურსებისა. ისევე როგორც თქვათ, ამას აკეთებს სხვა დევნილი კერძო სექტორში, რომელსაც არავინ არ ეხმარება. ბატონ დავით, მე მინდა შევეხო დასაქმების პრობლემას, ეს არის სახელმწიფოს ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა. თქვენ რა მიდგომა გაქვთ დევნილებთან დაკავშირებით, აი კონკრეტულად დასაქმების კუთხით, მათ ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით რაღაც დამატებითი, ასე ვთქვათ, შეღავათები, უბრალოდ უპირატესობები უნდა კონდეთ თუ აქ როგორც დანარჩენი კატეგორია ისე უნდა იყვნენ. არსებობს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტები გავლილი წლების მანძილზე დევნილთა შემოსავლის წყაროების მიმართულებით, დასაქმება, დევნილებისა და მასპინძელი თემის ურთიერთობა და ასე შემდეგ. რაც გულისწყვილით უნდა ვთქვა, რომ რამაც რაიმე სერიოზული შედეგი არ გარდატეხა ამ საქმეში ვერ მოიტანა. რა თქმა უნდა, თუ ეს პროექტები გაგრძელდება და უნდა გაგრძელდეს და ჩვენ გვაქვს იმედები, რომ დევნილთა შემოსავლის წყაროები, ასე ვთქვათ, აბრევიატურით საქმიანობა გაგრძელდება, მაგრამ ამით ზოგადი პრობლემა ვერ გადაიჭრება.
დევნილები არ არიან რაიმეთი განსხვავებული დანარჩენი საზოგადოებისაგან, გარდა იმისა, რომ ისინი დაჩაგრა ბუნებამ გამართული მოვლენების გამო. დევნილ საზოგადოებაში არის ყველა პროფესიის, ყველა ხარისხის, ყველა კატეგორიის ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის მეცნიერები, სხვადასხვა დარგის წარმატებული სპეციალისტები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ და შრომის ბაზარზე ისინი არიან უფრო მეტად აქტიური თუ არა არანაკლებ აქტიური ვიდრე დანარჩენი საზოგადოება. დასაქმების პრობლემა მე მიმაჩნია რომ არის ზოგადად პრობლემა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოების პრობლემა, ეს არ არის კონკრეტულად დევნილთა პრობლემა. ჩვენ დევნილები გვეხოცებიან გთხოვენ რომ ბინის ქირის გადასახადი მომიხსენი და ჩემ თავს მივხედავ. ეს 20 წელიწადი მათ როგორღაც თავი ირჩინეს, ხო, გამოიტანეს გაიტანეს შეძლეს რაღაცნაირად და როგორც გითხარით აქტიურები არიან საკმაოდ, მაგრამ მათ ჩაგრავს სიტუაცია იმის გამო რომ მათ არ აქვს სახლი. მათ ძალიან დიდი ნაწის ციფრებზე რომელზედაც მე გესაუბრეთ, უწევს ნაქირავება ბინებში ცხოვრება და დამატებითი ხარჯების გაწევა ბინის ქირის გადასახადის გამო და გთხოვენ პირველ რიგში ამას, რომ ან მოგვეცით ბინა, ან გადამიხადეთ ბინის ქირა და ჩემ თავს მივხედავ. თუ ჩვენ პირველ პრობლემას მოხსნით, ეს ძალიან აიოლებს დევნილების ცხოვრებას, თუმცა მიხმარება ის რაც შესაძლებელია, ვთქვათ, იგივე ამ პროგრამების განხორციელებით ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აწევით, რაზედაც მუშაობს მთავრობა და რასაც ჩემის აზრით აქვს სერიოზული პერსპექტივები და მომავალი წლიდან განსაკუთრებით ბიზნესების მონოპოლიებიდან გათავისუფლების შემთხვევაში საკუთრების გარანტირებული დაცვის შემთხვევაში იმედი იმისა, რომ წარმატებული ჩვენი თანამემამულეები, მათ შორის დევნილები, რომლებიც მოღვაწეობენ სხვა ქვეყნებში, რომლებსაც სერიოზული კაპიტალი დააგროვებს, რომლებსაც წინა წლებში ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში და აეწყოთ თავიანთი ბიზნესები, რომ წუხან იმის თაობაზე სულ ეხლახან მყავდა მე სტუმარი სარატოვიდან, რომელიც 20 წელია ოჩამჩირელი, ჩემი მეგობარი, უახლოესი ადამიანი, თანამშრომელი წავიდა და 20 წელია ეგ ცხოვრობს, ბინაც აქვს, მოქალაქეც არის, უყოლაფერი, მაგრამ წუხს ძალიან, რომ მისი შვილები და პერსპექტივაში შვილიშვილები უკვე იზრდებიან სხვა გარემოში და არა ქართულ გარემოში. უნდა მას გადმოსვლა და ასე უნდა უამრავ ჩვენს თანამემამულეს. მაგრამ ვინც სადა კისერი წაიმტრია ჯერჯერობით ვინც სადა წინა წლები მაქვს მხედველობაში და რაც ჰქონდათ ისიც კინაღამ დაკარგეს. როდესაც გარანტირებულად და მე ამ შემთხვევაში უკვე არანაირად არ მინდა რაღაც პოლიტიკურის მივანიჭო, მაგრამ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყება ხანგრძლივი მშვიდობიანი სამართლიანი პერიოდი, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ ადამიანმა მინიმუმ 3-4 წელი მაინც დაგეგმოს თავის საქმიანობა. იქნება ეს საზღვარგარეთთან დაბრუნებული ჩვენი თანამემამულე თუ ადგილზე რაღაცის შემოქმედი ადამიანი, რომელსაც არ ექნება შიში იმისა, რომ თუ წარმატებულად განავითარა თავის ბიზნესი, მას წაართმევენ. ბატონ დავით, აი ასეთ შემთხვევაში დევნილები, როგორც გითხარით, ამ შრომის ბაზარზე არიან უაღრესად აქტიური, ისინი ჩაერთვებიან და მაგრამ ბინის შეძენა რთული ამბავია. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ძირითადი რესურსები უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ მათ მოუგვაროთ საბინაო პრობლემები, სანამ არ მოგვარებულა ბოლომდე მათი დაბრუნება მათ მშობლიურ კუთხეში, ხოლო დასაქმების საკითხში რასაც შეძლებთ თუ არა და ისინი თვითონ შეძლებენ. ბატონ დავით, კორპუსები, სახლები, რომელიც აშენდა წინა წლებში დევნილებისთვის ისმოდა ბევრი პრეტენზია, თქვენ თუ მოასწარით, რომ შეგემოწმებინათ აი ამ საცხოვრებლების მდგომარეობა. რამდენად კარგად არის აშენებული, ზოგ შემთხვევაში იყო პრეტენზია იმაზე, რომ მაგალითად წყალია სარდაფში და ასე შემდეგ. აი ამაზე რა შეგიძლიათ გითხრათ? არის ასეთი პრეტენზიები, წყალი სარდაფში, ეს არის ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, სადაც აშენდა 22 ახალი კორპუსი საერთაშორისო დაფინანსებით, ასევე ფოთში და წყალტუბოში არის დევნილთა ქალაქის ტიპის დასახლებები, სრულად საერთაშორისო დახმარებით. გარკვეული პრეტენზიები არის წყალტუბოშიდაც მოვისმინები ამის თაობაზე, მაგრამ ეს იმ პრობლემასთან შედარებით, რაზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ და რაზედაც აქცენტი არის, რა თქმა უნდა არის პრობლემა, მაგრამ არის მე-10 ხარისხოვანი პრობლემა. თუმცა ესეც გადასაჭრელია ჩვენს გეგმავთ, როგორც გითხარით, ბათუმში მშენებლობას და იმ შეცდომას, რაც წინა შემთხვევაში იქნება დაშვებული, რომ სიღრმე თქვათ ისე იყო გათვლილი და დრენაჟი არ იყო გათვალისწინებული.
რამაც სარდაფებში წყლის დაგუბება გამოიწვია, ესეთი რამე იქნება გამორიცხული. იმ შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევაში ამის აღმოფხვრა საკმაოდ სერიოზულ სახსნებთან არის დაკავშირებული და ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის ეს გათვალისწინებული. ხოლო რაც ეხება თქვათ იმათ პრობლემებს, ვისაც უკვე აქვს ბინა, როგორც გითხარით, ვისაც აქვს ოროთახიანი უკვე აცხადებს, რომ აღარ ყოფნის და უნდა სამოთახიანი. ვინც მიიღო ფულადი კომპენსაცია, ვერ იყიდა ამით ბინა და ითხოვს რომ ეს იყო შეცდომა და ან დააძალეს ან შეცდომა შეიყო. ესეც პრობლემაა. ამაზედაც გვიწევს ჩვენ ეხლა მუშაობა და რაც პრობლემა არის, რასაც თვითონ ვერ აგვარებენ. უნებრივია სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, მინიმუმ გაიზიაროს, მერე გამონახოს საშუალებები ამ პრობლემის მოგვარების გზების საძიებლად და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ ამას ყველაფერს დავალაგებთ რიგისობის და პრიორიტეტულობის მიხედვით, ჩვენ ასე უდგებით, რომ პირველ რიგში იმათთვის, ვისაც ამ 20 წლის მანძილზე არაფერი არ მიუღია და ამიტომ ჩვენ გვაქვს ნორმატიული აქტი, დევნილთა საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურები და კრიტერიუმები და იმ რაოდენობას, რომელზეც მე გესაუბრეთ, ვანაწილებთ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტად უჭირს. თუ არა ვალდებულება ყველას მიმართ გვაქვს. მაგრამ თუ სამი კაცია და ერთი ბინა გვაქვს ჩვენ, ამ სამიდან უნდა გამოვარჩიოთ ის, ვისაც უფრო მეტად უჭირს, ვისაც არაფერი არ მიუღია და ჯერ მას ვიცევთ და იმ ორზე შემდეგ და აი ბოლოს ვიდრე ჩვენი საუბარი დასრულდება, ოკუპირებულ ზონებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მათ პირას ცხოვრებ დევნილებზეც მინდა გკითხოთ, მათი პრობლემების შესახებ თქვენთვის ცნობილია და ყველასთვის ცნობილია, რა ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ? ამ მიმართულებით მუშაობს ინტენსიურად სამთავრობო კომისია. დღეს იყო ამ კომისიის სხდომა, ამ კომისიაში მონაწილეობთ ჩვენ. ასევე ხელმძღვანელია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ანუ მინისტრი არის ამის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია. ჩვენ წარმოადგენელი ვართ იქ მოადგილის დონეზე, რომელიც კურირებს რეგიონებს დაიგეგმა გაზით მომარაგების, ზამთრის საერთოდ სათბობით უზრუნველყოფის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიურობის და სხვადასხვა პროგრამები განსაკუთრებით იმ ავტოტრანსპორტების მიმდებარე ზონის დევნილებისათვის და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება. ამისათვის საქართველოს მთავრობა დახარჯავს დამატებით რამდენიმე 10 მილიონ ლარს. თქვენ ახსენეთ მილიარდ ნახევარი, როდესაც ჩვენ საუბრობდით და კიდევ გვაქვს 2 წუთი დამატებითი რესურსები საერთაშორისო თანამეგობრობიდან. თქვენ რას ელოდებით კიდევ რა ასე ვთქვათ, თანხა შეიძლება საქართველოს ელოდეს იმისთვის, რომ მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტის იმედად არის. მე გეტყვით, სხვათა შორის ადგილობრივ ბიუჯეტს მე არ განვიხილავ როგორც ისეთ წყაროს, საიდანაც ეს შეუძლებელია გაკეთდეს და პირველად არ იქნება ჩემი მოსაზრება გაჟღერებული იმის თაობაზე, რომ დაუშვათ წელიწადში 300 მილიონი 5-6 წელიწადში ამ პრობლემას თავის დროზეც მოაგვარებდა. და სამინისტრო ფუნქციონირებს 20 წლის მანძილზე. მარტო შენახვა სამინისტროსი, ყველაფერი ასე რომ ვთქვათ, უხეში გათვლებით 5 მილიონი ჯდება. ამ 5 მილიონის რესურსით მეორე 5 ან 10 მილიონს ასრულებიებს და ასრულებიებდა სამინისტროს მთავრობა, ხო? ამ 5 მილიონის რესურსმა შეიძლება აითვისოს 300-400 მილიონი და შემდეგ არც გჭირდებოდეს ეს სამინისტრო. ანუ იმ შემპირობებში, როდესაც ხარჯვით ნაწილი ჩვენი ბიუჯეტისა არის 7 მილიარდზე მეტი და მომავალ წელს დიდი იმედია იქნება 8-9 მილიარდი, წელიწადში 300 ან 400 მილიონი, თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის პრიორიტეტი, შესაძლებელია და უფრო მეტიც გაიღოს ბიუჯეტმაც და დაასრულოს პრობლემა იმ ნაწილში, რასაც ქვია ამ ხალხის გაუსაძლესი საყოფაცხოვრებო პირობები და ეს არ არის შეუძლებელი. კი, ჩვენ ვამბობთ, რომ მოვიზიდავთ მაქსიმალურად საერთაშორისო დახმარებას, მათ შორის იქნება ეს საჩუქარი, ანუ გრანტი, თუ იქნება ეს სესხი, ანუ კრედიტი გრძელვადიანი, იაფასიანი და ასე შემდეგ, ანუ ან თქვათ დონორების დახმარება დევნილთა და ლტოლვილთა მიმართულებით და ასე შემდეგ, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდანაც აქ უნდა იყოს სერიოზული ბიუჯეტს დაახლოებით 9 მილიარდის შემთხვევაში აი საკვანძო საკითხების გადაწყვეტა შეუძლია. აბსოლუტურად შეუძლია 3-4 წელიწადში სახელმწიფოს ბიუჯეტმა და მე მოგიტანთ შეგახსენებთ უბრალოდ მაგალითებს ჩვენ გასულ წლებში მილიარდობით დავხარჯეთ თავდაცვის გაძლიერებაზე და ამან გამოიტანა ჩვენთვის ტერიტორია დამატებით ტერიტორიების დაკარგვა და მსხვერპლი.
ჩვენ სხვა მიმართულებებითაც თქვათ ვაშენებთ გზებს, ინფრასტრუქტურას, ეს რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ ამავე დროს თუ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჩვენი თანამემამულე, რომელიც თავის დროზე თუ შემდეგ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში, დავეხმაროთ მას, რომ რაც დაკარგა, იმის მსგავსი ცირედი მაინც მივცეთ. ეს თუ ვერ გვეხმარებიან სხვები, მაშინ გავაკეთოთ ჩვენი სახსრები. დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. დავით დარახველიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან ერთად. დაგველოდეთ რამდენიმე წუთი. საქართველოს და მსოფლიო ვახო სანაიასთან ერთად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ მე ვახო სანაია ვარ და თქვენ უსმენთ გადაცემა საქართველოს და მსოფლიოს გადაცემის ამ ნაწილის სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ძირითადად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუდან ესეთი ამონარიდით მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი საზოგადოება თანდათან ძნელი სამართავი გახდება პოლიტიკური კლასისთვის ამბობ თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენი შეფასებით აი ამ გზაზე, როდესაც საზოგადოება არ იქნება ადვილი სამართავი პოლიტიკური კლასისთვის, რა ეტაპზე ვართ დაახლოებით დღეს თუ შეგიძლიათ გითხრათ? დღეს ეს ალბათ ეს პროცესი გაგრძელდება კიდე ეს არ არის სწრაფი პროცესი, რა თქმა უნდა, რამდენიმე წელი მინიმუმ სამდე გამოიკვეთებოდეს შედეგები ამ პროცესისა. კიდე გველის წინ. დღეს ვართ აი ეტაპზე, როდესაც საზოგადოება თავის ძალებს ინჯავს. როდესაც საზოგადოება სწავლობს თავისი მმართველების მართვას. თავის ხელისუფლების მართვას სწავლობს, ხო? აი ისაც თავისთავად ნონსენსი იყო 90-იანი წლების დასაწყისის ადამიანისათვის, რატო უნდა ემართა თავისი ხელისუფლება. მან აი თქვა ხმამის ხელისუფლებას და ამის შემდეგ მან ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და მართოს სახელმწიფო მართოს და ამდენად ეს სრულ ნდობას უცხადებდა მას და შემდეგ წუნდებოდა რა რომ მისი ნდობა არ არის თლად გამართლებული რომ თურმე შეიძლება ხელისუფლებმა შესტომები დაუშვას მე მეორე უკიდურესობა იწყებოდა ახლა მე ბანალურ რაღაცებს ხვები რაც არაერთხელ გათამაშებულა ჩვენს ისტორიაში ხო აი დღეს სწავლობს ჩვენი საზოგადოება ხელისუფლებასთან მუდმივი დიალოგის რეჟიმში ყოფნას არა რევოლუციური პოსტრევოლუციურ ან წინარევოლუციურ რეჟიმში ყოფნას, არამედ სწორედ რომ დიალოგის რეჟიმში ყოფნას რეჟიმში, როდესაც ის მოითხოვს ხელისუფლებისაგან, ის როდესაც შეუდარებლად უფრო ფრიზელი თვალით უყურებს თავის ხელისუფალს. ვიდრე უყურებდა. აი ბატონო ზადა, თქვენ თქვით რომ სრულ ნდობას უცხადებდა ხელისუფალს, ხომ? და ეს იყო შეცდომა. რა თქმა უნდა. ბოლო ასეთი შეცდომა თქვენი აზრით როდის დაუშვა საზოგადოება? როგორ გითხრათ, ეს შეცდომა ნებისმიერი ჩვენი არჩევნების თანამდები არის, მათ შორის თქვათ იყო მსგავსი შეცდომები დაშვებული რომელსაც აშკარად თქვათ 2004 წელს, 2008 წელს, იგივე 2012 წელს, მაგრამ მისი ხვედრითი წილი კლებულობს თანობით. თქვათ აი 2012 წელს ნამდვილად უფრო ფრიზელი იყო ჩვენი ამომრჩეველი, ნამდვილად შემიძლია თქვა ერთი იგივე პროცენტული თანაფარდობა. პროცენტები რას განსაზღვრავს ამ შემთხვევაში არის თავარი განსაზღვრელი, თქვათ 54%-მა ვინც ახალი კოალიცია მოიყვანა ხელისუფლებაში. მას ქონდა სრული ნდობა ამ 54%. არა, რა თქმა უნდა არა. აი უკვე მაგაშია საქმე. აი სრული ნდობა იმას ნიშნავს, რომ პროცენტი ყოველგვარ კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს ხოლმე და უკვე არანორმალურ განზომილებებს იძენს, ხო? როდესაც ხელისუფალი მოდის სახელმწიფო სათავეში 98%-ით, იქ რაღაცა წესრიგში არ არის საზოგადოებაში. რაღაც სერიოზულ მანკიერებასთან გვაქვს, რაღაცა ფუნდამენტურ მანკიერებასთან გვაქვს საქმე. 54% მე თუ გითხავთ არის აბსოლუტურად ნორმალური პროცენტი. რა თქმა უნდა 54%-ში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ხმოსახტაცებით უდგებიან ახალი ხელისუფლების არჩევას, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ადამიანების საკმაოდ დიდი წილი უკვე უფრო ფრიზელია, უფრო ამას შეათმობდა მეშინია კიდევაც გამეორება იმ თავით ეჭვმიტანილის მდგომარეობაში აყენებს ხელისუფლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი დემოკრატიული პროცესისათვის. ნებისმიერი პოლიტიკოსი არა მხოლოდ ხელისუფალი, არამედ ნებისმიერი პოლიტიკოსი. აი სიფხიზლის ნიშანი არის თუ არა ის, რამდენად სწრაფად იწყებს კრიტიკას თავისავე არჩეული ხელისუფლების ელექტორატი. რა თქმა უნდა.
ჩვენ მოსწრება ეს იგრძნობოდა აი ამ 1 ოქტომბრის არჩევნებში. რა თქმა უნდა, უკვე ნოემბერში გაისმა პირველი კრიტიკული ხმები და თანაც გაისმა ეს ხმები არა თქვათ საპირისპირო ბანაკიდან და თქვათ საპირისპირო ბანაკის პროპაგანდისტებისაგან, არამედ სწორედ რომ იმ ბანაკიდან, სადაც რომელიც თქვათ ახალი ხელისუფლის მომხრე იყო. ეს მოხდა ძალიან სწრაფად, გასაოცრად სწრაფადაც კი მოხდა. მე პირადად არ ველოდი რომ ეს სწრაფად შეიძლება ეს პროცესი დაწყებულიყო. ამდენად ჩვენი საზოგადოება, აი იმას დავუბრუნდები, რომელიც თქვენ წაიკითხეთ, თანთანობით უფრო და უფრო ძნელი სამართავი ხდება პოლიტიკური კლასისათვის. თუ პოლიტიკური კლასი არ შეიცვლის თავის ქცევის წესს, არ შეიცვლის იმ რეჟიმს, არ შეიცვლის აი იმ წესს თავისი აზროვნებისა, საზოგადოებისა და დამოკიდებულებისა, რომელიც გაუმუშავდა, მან კი ერად გაუმუშავდა გავლილი 20 წლის განმავლობაში, ხო? ეს მთელი ეს ეს ძალიან ისე რა თქმა უნდა ეს არასაკმარისი აღწერა იქნება, მაგრამ ესე ძალიან ზოგადად ვახტერ, რომ ესეთი ერთგვარი სამიტინგო ტაშფანდურის ან მუდმივი პიარის რეჟიმში საზოგადოების მართვა უკვე ბატონ ზაზა, რა რეაქცია ექნება, რა განწყობები ექნება თქვენი აზრით იმ საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს, თუ კი ბიძინა ივანიშვილი მოინდომებს და გააკეთებს იმას, რის შიშიც არის გარკვეულწილად საზოგადოებაში, რომ მან გვერდიდან, ანუ არა პირდაპირ სახელმწიფო ვერტიკალიდან, არამედ იქ, სადაც ის გადადის, ის ამბობს, რომ გადადის საზოგადოებაში, იქიდან მოინდომებს მართვას. მოდით ყველაფერს თავის სახელი დავარქვა და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილს იმედიც აქვს, რომ ესე იქნება. და ამ იმედს განსაზღვრავს არა მხოლოდ უმწეობა მოქალაქისა, რა თქმა უნდა ეს თამაშობს გარკვეულ წელს. უმწეობა შიში იმისა, რომ მარტო მტოვებენ, უპატრონოდ მტოვებენ და ასე შემდეგ, ხო? ამას განსაზღვრავს ისიც, რომ თავისთავად ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა ეს ამას ახალსება არაფერს ვიტყვი, ეჭვს იწვევს. მისი დამოკიდებულება კადრების ნაპლაზე წამოწევისადმი. აქ შეიძლება თვითონ კადრი იყოს არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ როდესაც სახელმწიფოს პირველ პირებს შორის ასახელებთ ვიღაცას, საზოგადოებრივი აზრის მომზადების გარეშე ეს არ შეიძლება კეთდებოდეს. საზოგადოებამ უნდა გადახარშოს ეს კანდიდატურა. თქვენი აზრით რატომ კეთდება ასე ივანიშვილის მხრიდან, რომ ის იტყვის ერთ კვირაში არჩევნებიდან ვის დატოვებს? ეს იცით აი რა ხდება, რამდენიც მე კარგად ვიცნობ ბატონ ბიძინას და მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონია, მას ისეთი იდიოსინკრეზია აქვს ყოველგვარი პიარის მიმართ, რომ ხშირად ესეთ აშკარა აუცილებელ პიარის აშკარა აუცილებელ მინიმუმსაც კი უგულებელყოფს ხოლმე. თორე წინანდელ შემთხვევაში ეს ელემენტარული პოლიტექნოლოგიის ამბავი არის. მანამ სამდე შენ დაასახელებ თქვა პრეზიდენტობის კანდიდატს ან იმას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საზოგადოებაში უნდა გაშვებული უნდა იქნას ეს, აპრობირებული უნდა იქნას, ხომ მოსინჯული უნდა იქნას ეს კანდიდატურა. საზოგადოება უნდა შეეჩვიოს, საზოგადოება უნდა შეეჩვიოს, რომ აი ამ კანდიდატს უყუროს როგორც თავის ლიდერს, მომავალ ლიდერს, ხომ? ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში არ იქნება. ეს არის ციტა მთელი სიმძიმე რაც ამას მოსდევს. საარჩევნო კამპანია ლიდერს ვერ ქმნის. ამისთვის საჭირო არის რომ ყავდეს ჩვენ ესეთი ძალიან დიდი ამ სიმძიმის აწევა უწევს ახლა მარგველაშვილს? ეხლა უწევს მარგველაშვილს, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანდიდატია, რომელიც ამოყრენებას ივანიშვილს შეეძლო. აი ყველა შესაძლებელს შორის ალბათ საუკეთესო კანდიდატი არის, მაგრამ ის სიმძიმე სწორედ იმისა რომ ის დასახელებული იქნა უკანასკნელ მომენტში ლამის, ხომ? ეს სიმძიმე მას სიმძიმის ტარება მას უწევს. თქვენ ახსენეთ ეს ვიდრე დაუბრუნდებოდით აი იმ პოლიტიკურ საკითხებს, კონკრეტულს, თქვა კანდიდატებს და ასე შემდეგ. თქვენ ახსენეთ რომ აი არის საზოგადოების ნაწილში განცდა რომ აი უპატრონოდ ხომ არ რჩევთ. თქვენი აზრით რა დოზით მონაწილეობს ეს ფაქტორი ზოგადად დღეს ქართულ საზოგადოებაში? კიდევ არის ადრე ძალიან ხშირად საუბრობდნენ ამის შესახებ, რომ აი მთავრობა არის პატრონია და ასე აღიქმებოდა და ეს შეიძლება დავაბრალოთ წარსულ ქართულ ასე ვთქვათ რეალობას, რომელშიც ქვეყანას არა თუ წლების საუკუნეების განმავლობაში უწევდა ცხოვრება. ეს დღეს რა ფაქტორს ქმნის? იცით აი ეს მე გამიჭირდება ახლა ცხადია ახლა რაოდენობრივად შევაფასო ეს
და პროცენტულად შევაფასო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ეს. და ამ ფაქტორმა შეიძლება ითამაშოს თქვათ ესეთი თოთ იგივე ნინო ბურჯანაძის სასარგებლო როლი ითამაშოს. ანუ იმას და ამორჩეველმა, დაბნეულმა ამორჩეველმა არა ბურჯანაძის სიყვარულით, არამედ იმის გამო, რომ ის მისთვის უფრო ნაცნობია, ცნობადი სახე არის. ესმით და დაივიწყოს ყველაფერი, რაც თქვათ ბურჯანაძესთან არის დაკავშირებული, ხო? და მისი წარსულის, ის ეჭვებიცაც მის არსებობს და ასე შემდეგ. ამ ფაქტორმა შეიძლება შეასრულოს, შეიძლება გადამწყვეტი არ იყოს ეს როლი, მაგრამ მნიშვნელოვანი კორექტირები შეიძლება. ბატონო, თქვენ როდესაც დაგისვით შეკითხვა, თქვათ აი გვერდიდან მართვასთან დაკავშირებით, აი შეეცდება თუ არა და ამ განწყობებზე საუბრობთ საზოგადოებს, მაგრამ მე აი კონკრეტულად თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. თქვენშიც არის ეს შეგრძნება, რომ ის სწორედ ამ მეთოდს გამოიყენებს? იცით, ეს რასაც ვიტყვი ლირიკაა, მაგრამ რა თქმა უნდა, პოლიტოლოგიისაგან შორს არის, რასაც მე ვიტყვი. მაგრამ რამდენადაც მე პოლიტოლოგი არა ვარ და ფილოსოფოსი ვარ, ჩემ თავს უფლებას მიცემ ამ ლირიკისას. სახელმწიფოს ვახსენე მე მქონდა დრო, იყო დრო, როდესაც მქონდა ყოველდღიური ურთიერთობები ბატონ ბიძინასთან და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პირველივე დღიდან ის ძალზე არაკომფორტულად გრძნობდა თავს პოლიტიკოსის როლში. და ამას ძალიან ხშირად აღნიშნავდა ხოლმე პირად საუბრებშიც. რაც მე ხმამაღლა განაცხადა კიდევაც. მას ურჩევნია როლი, ეს მდგომარეობა, როდესაც მისი როლი შეიძლება ეს პოლიტიკოსისათვის გაუგებარი იყოს, მაგრამ როგორც თუ შევხედოთ მას როგორც ბიზნესმენს, სულად გასაგები იქნება, როდესაც მისი ფუნქცია დავიწროვდება სამეურნეო ფუნქციაზე. როდესაც მას შესაძლებლობა ექნება, რომ მთლიანად დაფოკუსირდეს ეკონომიკის პრობლემებზე. აი ამ შემთხვევაში როგორი იქნება მისი ჩარევა ეკონომიკურ პროცესებში და როგორი არ იქნება, ამის თქმა მე გამიჭირდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტი იქნება, რომ ის შეეცდება თავისი ენერგია წარმართოს ამ მიმართულებით. ეკონომიკის მიმართულებით. რა ფორმი და რანაირად ეხლა ნუ წინასწარ რამის თქმა. ანუ აი ცოტა გამარტივებულად რომ თქვა, ეხლა მე ეს ყველაფერი, ანუ მას ყოველდღიური სამთავრობო მუშაობა არ უნდა. მას უნდა რომ რაღაც ძირითად საკითხებზე მისი საქმე. ძირითად საკითხებზე იფიქროს და იდეები შესთავაზოს მთავრობას და მთავრობამ ეს იდეები განახორციელოს. ეკონომიკური იდეები და საჭიროების შემთხვევაში დააფინანსოს კიდევაც ეხლა, ხო? აი ეს არის მდგომარეობა, რომელშიც ივანიშვილი თქვენი აზრით იგრძნობს თავს კომფორტულად. მაგრამ საზოგადოება რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს, როდესაც ასეთ მართლობას მიიღებს. იცით რა არის, აი ოდესმე მოხდებოდა ეს და ამ ხრივ მე სრულიად ვეთანხმები იგივე ივანიშვილს, რომელმაც აი თავის განმარტებაში იმისა თუ რა განაცხადა წასვლის შესახებ. სრულიად ვეთანხმები, იცით, ჩვენი დღესაც უნდა დამდგარიყო ეს მომენტი. ხო? აი დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ბავშვს დედის ძუძუს ააგლიჯავენ ხოლმე. დგება ხოლმე მომენტი, როდესაც დედალი მგელი საკუთარ შვილებს კბენს და აიძულებს რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. თორემ ნუ ისინი კომფორტში არიან, დედასთან დედა შეულობს საჭმელს მოაქვს და ესენი მშვენივრად გრძნობენ თავს. და ჩვენი დღეს, როდესაც საკმაოდ მოვწიფდებიან და მოიზრდებიან ხოლმე მისი შვილები, ის უკვე კბენით აგდებს მათ. თავისი იმით, ხო? ეს მომენტი უნდა დადგეს ერთხელაც, რომ ხელისუფალმა, რომელიმე ხელისუფლებელმა უნდა გაბედოს და თქვას, რომ ეს მე არა ვარ მამა მარჩენალი. და კეთილინებე და მე იგივე საზოგადოების წევრსაც რაღაცა ფუნქციები აკისრია, ხო მართალია? მე პირადად მაკისრია. არ შეიძლება მთელი ჩემი ფუნქციები გადავიტანო ხელისუფალზე. არის ახლა რა დასამალია და საქართველოში არსებობს ეს განწყობილება, ხო? სამდე ხელისუფალი არ შემიქმნის მე კომფორტულ სიტუაციებს, მე არც მუშაობასაც კი არ ვაპირებ. აი ესეთი განწყობილებაც არსებობს, ხო? და მზად არის ადამიანი, რომ დედის პენსიაზე, ბებიის პენსიაზე და ასე შემდეგ იცხოვროს და ნუ მთელი დღე იქ ლუდისმა და სპასთან დომინოს თამაში მოუნდეს. ეს განწყობილებები არის. რომ შენი ცხოვრება, შენი სასიცოცხლო გარემო შექმნა შენი საქმე არის რაღაცები, რაშიც ხელისუფლის იმედი ნიშნავს არანორმალურ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას. ეს მხოლოდ ბოლშევიზმის მობუნებამდე მიგვიყვანს ჩვენ. როდესაც აი ესეთი ტოტალური განწყობილება არის საზოგადოებაში, აი ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს მე მაღალი ხელფასით და ასე შემდეგ, ხო? რომ მე შენ ინიციატივას გაძლევ. მე მოკიდე შენ საქმეს ხელი. მე რამდენად შემეძლება შეგეშვები. აი ამ ხრივ მე მესმის ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯისა. სარისკო ნაბიჯია. დაწუნებული იყავით, რომ ბევრი წყევლაკრულვა იქნება, რომ დარჩენა არ იყოს სარისკო ნაბიჯი.
მის პიროვნულად ეს ალბათ იყო მისთვის, იმიტომ რომ როდესაც მე რაღაცა საქმეში არაკომფორტულად ვზნობ თავს, რა თქმა უნდა ჯობია რომ იმ საქმიდან წავიდე, ხო? პირადად ჩემ ცხოვრებაშიც ყოფილა ესეთი, რამდენჯერმე ყოფილა რომ სადღაც რაღაც გარემოში. როდესაც მის შესახებ ამბობენ რომ აი ის პასუხისგებლობას გაექცა და ასე შემდეგ, გაიცა დაპირებებიდან ეს მართლა იყო, არის დაპირებები, რომლის შესრულება ნამდვილად არ არის ადვილი. თქვენი აზრით ეს მომენტი მის გადაწყვეტილებაზე რამენაირად მოქმედებდა? ეს ნამდვილად არა დაწუნებული ბრძანდებოდეთ, იმიტომ რომ ეს რაც შეეხება იმ სამეურნეო საქმეების მოგვარებას და რაც შეეხება იმას, მე ძალიან საკმაოდ კარგად იცი სისტემები, რომელთაც შეიძლება ეს შედეგები მიღებული ეს ყოფილიყო. ეხლა ეს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ივანიშვილს, მაგრამ სამეურნეო საქმის უცოდინარობას ვერ დააბრალებ. და ვერც იმ პროცესების ცოდნას დააბრალებ, ხო? თვითონ შეიძლება ვიღაცა პოლიტიკოსი თვითონ მოექცეს საკუთარი შექმნილი ილუზიების ტყვეობაში, რომ განაცხადოს რომ ერთ წელიწადში ყველას იქნება პენსია $500. $500 ეკვივალენტი, მაგრამ ეს ივანიშვილისთან გამოსტილი ბიზნესმენი ამისთან ილუზიაში არ მოექცევა არასოდეს. ეს მისი ცხოვრების წესი არის. განა იმიტომ რომ ის თქვათ ეს გენიოსია და რაღაცა განსაკუთრებული მისი ცხოვრების წესია, სხვანაირად ის ამ თავის ბიზნეს იმპერიას რო შექმნიდა, ილუზიებში რო იულად ექცეოდეს, ხო? და ასე რომ მან ძალიან კარგად იცის რა ტემპში შეიძლება შესრულიყო და ნაწილი მის გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებდა. მიცით ოპონენტების ცდილობენ რომ შექმნან ესეთი არგუმენტი, მაგრამ ნუ მე ნასაგებია რეკლამა გვაქვს ბატონ ზაზა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და განვაგრძობთ საუბარს. საქართველოს და მსოფლიო ვახოს სანაიასთან ერთად. რეკლამის შემდეგ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მე ვახო სანაია ვარ და დღევანდელი ჩემი გაცემის სტუმარია ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. ბატონ ზაზა, შევეხეთ ივანიშვილის წასვლის საკითხს პოლიტიკიდან და ახლა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება გაგრძელება ამ ყველაფერს მოყვეს. მე კიდევ ერთი ციტატა მაქვს თქვენი ინტერვიუდან, საინტერესოდ მომეჩვენა ეს მონაკვეთი. გარდა ამისა, ჩვენ თვალწინ აგორდა ახალი ტალღა რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ. არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს და ჩემი აზრით საქმე გვაქვს მცდელობასთან, რომ ნაციონალებთან ერთად მთელი პროდასავლური სუბკულტურა განიდევნოს ქართული პოლიტიკიდან. ეს თქვენი სიტყვები, ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თავარი ბრძოლა ივანიშვილის წასვლის შემდეგ იწყება თავად კოალიცია ქართულ ოცნებაში, ვინ დაიკავებს თავარ ადგილს, ვინ იქნება წარმმართველი თუნდაც საგარეო პოლიტიკისა ქვეყანაში. ხო, აი მაგის თქმა გამიჭირდება თვითონ კოალიციაში რო იყოს კარგად გამოკვეთილი ჯგუფები, ხომ და ეს ჯერ კიდე არ იყოს ეს დიფუზია და გადანაცვლებები, ნუ ერთი ჯგუფი, ორი ჯგუფია არსებითად კაფეოდ გამოხატული, თქვა რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატებისა. ნუ არის 2-3 ადამიანი სახალხო წარმომადგენლობითი კრებიდან, სახალხო კრებიდან და ნუ შეიძლება ეს რაღაცა ცენტრები არსებობს, ასე თუ ისე რაღაცა ცენტრები არსებობს. როგორც წავა პროცესები გამიჭირდება, ბევრი რამ იქნება არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში. თუ იქნება ადამიანი, რომელიც ამათო ინფორმით ხელს შეუწყობს პრორუსული განწყობილებების გაღრმავებას, რა თქმა უნდა, მაშინ ანუ პრეზიდენტის ფიგურას გულისხმობთ ამ შემთხვევაში თუ პრემიერ-მინისტრის უფრო მეტად პრეზიდენტისას, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკის წამყვანი ძალა პრეზიდენტი არის, პრეზიდენტი იქნება, ხომ? და რაც შეეხება იმას, რომ აი აგორდა ტალღა ეს, იცით, ეხლა კიდევ ჩაწნარებული არის შედარებით. იყო მომენტი, როდესაც ესეთი მასირებული შეტევა მიდიოდა რესპუბლიკელებზე და თავისუფალ დემოკრატებზე, განსაკუთრებით რესპუბლიკელებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მე ნამდვილად არაფერი მაკავშირებს რესპუბლიკელებთან და მათი ბევრი შეცდომაც ვიცი ამავე დროს წლების განმავლობაში დაშვებული და პირადად მე მათ გამუდმებით საყიდულობდი ელიტიზმს და ესეთი რომ ეს არ იყო პოლიტიკური პარტია, ეს იყო პოლიტიკური კლუბი. კი გონიერი განათლებული ადამიანები, მაგრამ პოლიტიკური პარტია რაღაცა სხვა არის. რაღაცა სხვა იმის მაჩვენებელი და გარდა ამისა, ნუ იყო რაღაცები, რის გამოც მე მათ საყიდულობდი ყოველთვის. მიუხედავად ამისა, იგზნობოდა რომ ეს შეტევა იყო აი როგორც იცით აი თითქოს და საგანგებოდ რომელიღაც დირიჟორი ცდილობდა რომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხების ინერცია განევრცო მთელს პროდასავლურ აზროვნებაზე ქართულ პოლიტიკაში.
რომ მათთან ერთად რომ გაიგივებულიყო ის შეცდომა, რაც დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როდესაც გაიგივა მთელი დაცალური ორიენტაცია ნაცვლურ მოძრაობასთან და საკუთარ პიროვნებასთან არა. აი ამ შეცდომაზე, როგორც იმაში, ანუ აი ვინც მაგალითად გაბრაზებული იყო სააკაშვილზე ის გაუბრაზდა დასავლურ სამყაროს. დიახ, იმიტომ რომ თვითონ სააკაშვილმა ძალიან მყარი იდენტობა დაამყარა საკუთარ თავსა, საკუთარ პერსონასა და დასავლურ იმას ორიენტაციას შორის და მისი პოლიტიკური მარცხი და მის მიმართ აგრესია ძალიან ბევრი ადამიანის ასე თვინში გარდაწყდა როგორც დასავლეთის მიმართ აგრესია. ამას დაერთო როგორც გითხარით რესპუბლიკელებზე და თავისუფალ დემოკრატებზე შეტევა და აი უკაცრავად ეს თქვენი აზრით აი პოლიტიკური თვალსაზრისით რო შევხედოთ სააკაშვილის შეცდომა იყო თუ სააკაშვილის ძლიერ მხარედ რჩება პოლიტიკაში დღესაც იცით სააკაშვილი ცდილობს რომ ეს გამოიყენოს მემად და თავის პოლიტიკურ შანსსაც ამაში ხედავს დარწმუნებული ვარ რომ ის დასავლური ორიენტაციის ერთ-ერთი მედრო შეიქმნება ქართულ სივრცეზე ეს და რომ ამითი დასავლეთის ხალხაჭირას ეს უზრუნველყოფს თავის პერსონისათვის მაგრამ ობიექტურად მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სერიოზული შეცდომა არის ჩვენთვის არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არის სახიფათო არ შეიძლება რომ მთელი ეს გეოპოლიტიკური ორიენტაცია დაკავშირებული იყოს ერთ ადამიანთან ჯერ ყველაფერს თავიდანვანებოთ ერთი მიზეზი ის არის ამ ადამიანის ავტორიტეტი როგორი არის და რეიტინგი როგორი არის მოსახლეობაში და მოსახლეობის განწყობილება როგორია მის მიმართ და მეორე ეს ჯვარისერია და ეხლა ხოლმე რომ სააკაშვილი აღარ ყავდეს უნდა ეს ორიენტაცია მასთან ერთად წავიდეს ეს სრული ის არის ნონსენსი არის ასეთი განწყობილებების შექმნა ყოველთვის სახიფათო არის საზოგადოებაში შემდეგ იცით აი ამას დაემთხვა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი რაც შევამჩნიე სწრაფი გავრცელება რუსეთში დამზადებული გადაღებული ფილმებისა, ну ესეთი ანტიდაცავლური შინაარსის მქონე ფილმებისა, რომლებიც არაერთხელ მithქვამს აი ესეთი ტიპიური საბჭოთა პროპაგანდის ესთეტიკით არის აგებული, ну ეს რა თქმა უნდა იქ არის ну თქვა რაღაცა დასავლეთი ხო ჭრელია, ხო? მე ხო დასავლეთში არსებობს თომას მაინც და არსებობს ვიღაცა მარგინალის. და შენ აი ესეთ რაღაცა ეს მარგინალურ ფაქტებს ამოკრიფავ, მოახდენ მათ გენერალიზებას, განაზოგადებ, მთელს დასავლეთს დააბრალებ აი ამისთან განწყობილებების ეს ეტარებას და იმას იზამს. ანუ ამაზე მთელი კამპანიური მუშაობა მიდის. კი, მთელი ინდუსტრია ამუშავდა. ეხლა მე არ მინდა რომ ამავე კონტექსტში იქნას ეს გაგებული, მაგრამ ამ პროცესს საკმაოდ შეუწყო ხელი იმანაც რომ სალომე ზურაბაშვილი არ იქნა რეგისტრირებული როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სალომე ზურაბაშვილი ამ შემთხვევაში შექმნიდა ალტერნატიულ ეს ნაციონალური მოძრაობის ალტერნატივას დასავლური ორიენტაციის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ორიენტაცია არ იქნებოდა მხოლოდ სააკაშვილზე ეს გამობმული ან თქვათ რომელიღაცა სხვა ძალაზე. მაგრამ დროს გამოჩნდებოდა საზოგადოებისათვის სიმპათიური ფიგურა, რომელიც შეიძლება და დიდი ალბათობით ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, ხო? თქვათ შეიძლება აიღო 15-20% სპარგლებში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ განწყობილებებს შეინარჩუნებდა. რესპუბლიკელები და დემოკრატები თქვენი აზრით, თავისუფალი დემოკრატები ამ ნიშის შევცებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებენ. დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს, დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ. ისინი ქართული ოცნების შიგნით ასე თუ ისე ფლობენ სიტუაციას სამ თვალსაზრისით, მაგრამ ნუ მათ არა აქვთ, ნუ რაღაცა გარკვეული თვისებები, რომლებიც არ აძლევთ მათ ამის საშუალებას. ზურაბაშვილს აქვს აი სითამამის ავანტიურა, კარგი გაგებით ავანტიურა აქვს, აი თქვათ იგივე ყველაფერს თავიდანვანებოთ დასავლეთის კარგი ცოდნა აქვს. ესე იგი ძალიან შეჩვენი ზაპადნიკები მოაპატიეთ რუსული სიტყვა ესეთ ერთგვარი კლიშეებით აზრუნებენ ხოლმე ხო ნუ თქვათ მას შეეშინდება ევროპელთან თქვას რომ ის თქვათ მას თქვათ ჰომოსექსუალი არ უყვარს ან თქვათ ეს პედოფილიას არ ამართლებს ან რაღაც ამისთან შეეშინდება იმიტომ რომ პოლიტიკური კორექტულობა უშლის ხელს ზურაბაშვილი თავისუფალია ამ კომპლექსებისაგან იმიტომ რომ მისთვის ის შინაური გარემოა დასავლეთ შინაური გარემო შეუძლია თქვას ესედაც და ისედაც თქვას ბატონზაზა რა სიტუაციას ვიღებთ იმ შემთხვევაში თუ კი მარგველაშვილი ხდება პრეზიდენტი ანუ სად არის მარგველაშვილი მას არ ყავს პოლიტიკური პარტია მას თავისი პოლიტიკური ძალა არ ყავს პარლამენტში შიგნით ამ დროს არის ახალი პრემიერი ქვეყანაში ეს რა სიტუაციაა როდესაც
პრეზიდენტი არის მარტო პოლიტიკური ძალის გარეშე. ის თავის პოლიტიკურ ძალას იქ არ წარმოადგენს, არის კოალიციის ნაწილი და არის ივანიშვილის შეეული თქვათ ამ პოსტზე. ხო, ну, ახლა რო გითხრათ, რომ შესაშურის მდგომარეობა აქვს, მეთქი ნამდვილად არ აქვს ეს შესაშური მდგომარეობა. მას მოუწევს სერიოზული ზრუნვა იმისათვის, რომ შეიქმნას დასაყრდენი საპარლამენტო დასაყრდენი და ეს და რომ მოხდეს ესეთი ამორფული აღარ იყოს ქართული ოცნება პარტია, ქართული ოცნება და რომ კრისტალიზება მოხდეს მისი და გამოიკვეთოს რაღაცა სახე მიიღოს, იდეოლოგიური სახე მიიღოს ბოლოს და ბოლოს. არ შეიძლება ერთდროულად ერთ-ერთი პარტიაში იყვნენ მედასავლეთეები და ეს რა ქვია რუსოფილები ერთდროულად თქვათ მემარჯვენეები და მემარცხენეები და ნუ რაღაცა ეს იყოს აჯიბსანდალი იყოს იდეოლოგიური და პოლიტიკური ხო მას მოუწევს ამაზე ზრუნვა რომ ქართული ოცნება შეძლებს ვერ გეტყვით ეს მოუწევს ზრუნვა მარგველაშვილს თუ მოუწევს თავად ქართულ ოცნებას ამაზე ნუ ახლა ქართულ ოცნებას ქართული ოცნება ესეთი სუბიექტი არ არსებობს არსებობენ სუბიექტები მასში ხო ნუ მაშინ მყოფ სუბიექტებს მოუწევს ამაზე ზრუნვა რაც ახლა თქვენ თქვით გადის თუ არა ახალ საპარლამენტო არჩევნებზე აი რაც შეეხება ახალ საპარლამენტო არჩევნებს ნუ იმ დღეს აი შეხვედრაზე ექსპერტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ახალი ნევადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა გულახდილად გითხრათ მეც ვეთანხმები მას ამაში და სამდე ივანიშვილი განაცხადებდა ამას მე მანამდეც დავწერე რამდენჯერმე რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ამ სიტუაციაში შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენთვის წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ხო იგივე ვილნიუსის სამიტის წინ ახალი საპარლამენტო არჩევნების დროს მაშინ როდესაც ესეთი გააქტიურებულები არიან ეს რუსოფილური ძალები საქართველოში ხო როდესაც ესეთი გააქტიურებული არის ეგრეთ წოდებული სტალინური მართლმადიდებლობა როგორც პოლიტიკური იდეოლოგია და ასე შემდეგ ამან შეიძლება ეცით აი უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ეს უკიდურეს შემთხვევა არ გათამაშდეს მაგრამ ალბათ არ გათამაშდება მაგრამ რომ დაუშვათ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება სერიოზული კორექტივები შეიტანოს ჩვენს გეოპოლიტიკურ ანუ აი პირდაპირ რომ თქვათ პარლამენტში ხედავთ საფრთხეს პრორუსული ძალების დიდი რაოდენობით მოსვლის კი იმიტომ რომ აი იმ ტალღაზე რომ ტალღაშია ჩვენ ვიმყოფებით დღეს არა ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა პარლამენტში ასეთი წარმომადგენლობით ვეღარ შევა რა თქმა უნდა ვეღარ შევა და აი ვინ ისარგებლებს ამ რევოლუციური ტალღით ანუ რა გამოდის რომ აი ამ ტალღაში რაც არის შეიძლება დასავლური ორიენტაციის ძალების დეფიციტი გაჩნდეს და თუ კი ასეთი განწყობები არსებობს ამ შემთხვევაში მე ვერ გეტყვით რომ ეს ტალღა თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება ტალღამ გადაიაროს და ქვეყანას მაინც მოუწევს საპარლამენტო არჩევნები ხომ კიდევ ბევრი არჩევნები შეიძლება ტალღამ გადაიაროს და ამ სიტუაციაზე რომელშიც ვიმყოფებით იმიტომ რომ სერიოზული ისა მაქვს რა ქვია ეს ამას არ ვიცი ეჭვი დავარქვა თუ პროგნოზი დავარქვა ამას არ ვიცი რომ მთავარი მოვლენები ჩვენ გველის არჩევნების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ის რომ გიორგი მარგველაშვილი გავა მე თითქმის არ მეპარება ეჭვი თუმცა კი არა ვარ დარწმუნებული რომ ის გავა პირველივე ეს ტურში აი თუ მართლა საჭირო გახდა მეორე ტური და გვეყოლება მეორე ადგილზე გასული კანდიდატი იქნება თქვა ნინო ბურჯანაძე მაშინ ის ძალები რომლებიც მასთან აკავშირებენ თავის სიმპათიებს და რადასამალია და პრორუსული ძალები ისეთ მასთან აკავშირებენ თავის სიმპათიებს აი მათ გააქტიურებას შევესწრებით და წავა მანიპულირება ადამიანებით გაჭირებისა რა მოგვიტანა დასავლეთმა იმასნა რა ქვია დაგუპა უზნეობა მოაქვს ეს ტრიალი აი ამ რაღაცა ფილმებისა რუსეთში გადაღებული და გამზადებული ფილმებისა პროპაგანდისტული ფილმებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე წავა მანიპულირება აი ამ თქვათ გაზაფხულისათვის ან თქვათ საფხულისათვის ან შემდეგი შემდგომისათვის არა საპარლამენტო არჩევნები მე ვფიქრობ ნორმალურ შედარებით სტაბილურ ვითარებაში შევიდა. ანუ ახლა არის ძალიან ხო, სახიფათო თქვენი ემოციური აი ბურჯანაძე ახსენეთ 2 წუთი დაგვრჩა და მე მინდა ზოგადად კითხოთ მის ფაქტორზე, ბურჯანაძის ფაქტორზე ქართულ პოლიტიკაში, რამდენად სერიოზულია ეს ფაქტორი და რით ახსნით თქვათ იმას რომ ბურჯანაძემ მოახერხა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად შემოსვლა.
თუმცა ბევრი ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი, ვთქვათ, რა გარკვეული მოვლენების შემდეგ მოახერხებდა თუ არა ბურჯანიძე ყოფილიყო ასეთი აქტიური ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის აქტიურია ნამდვილად დღეს. მოდით რახან ძალიან ცოტა დრო არის ამის გამატებას ვერ შევძლებ და გაშლას ვერ შევძლებ და ძალიან მოკლედ ვიტყვი. როგორც ჩანს ქალბატონინო ძალიან სერიოზული საერთაშორისო ხარდაჭერა აქვს. და რა ხარდაჭერა აქვს ახლა ეს გასაგებიც არის. როგორც ჩანს მის ირგვლივ თავი მოიყარეს სერიოზულმა პოლიტექნოლოგებმა. აი რა წყაროები და როგორ მოიყარეს ამას ვერ გეტყვით. და ნამდვილად არ ველოდი თუ ის შეძლებდა აი იმ მდგომარეობის დაძლევას, ამ მდგომარეობაშიც ის იყო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ადამიანების გარკვეული რაოდენობა და 15% ვთქვათ, სიტყვაზე ვამბობ, უკვე ძალიან დიდი არის. ეს იულა დაივიწყებდა თქვათ 2011 წლის 26 მაისს. სადაც ერთნაირად დამნაშავე იყო ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ეს მე პირველად არ ვამბობ, ამას ვამბობდი მაშინვე, სწორედ აი მაისის ბოლოსაც ვამბობდი სწორედ იგივეს. ერთ ხრივ იყო მოძალადე ხელისუფლება, მეორე ხრივ იყო უპასუხისმგებლო ოპოზიცია. როდესაც შენ ბავშვი მიყავს ქოფაკთან, შენ დამნაშავე ხარ. ამას ლაპარაკი არ უნდა. ასე რომ როგორც ჩანს სერიოზული მხარდაჭერა აქვს მას. მთელი ის კომპლექსი რაც ამას აღწერე მეწეხან აი პრუსული ძალებისა და სტალინური მართლმადიდებლობის მოძალების საქართველოს სივრცეზე არა, ეს არის მისი სერიოზული რესურსი. გასაგებია, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. საქართველო და მსოფლიო, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, კავკასია და საქართველოს მეზობლები, ჩვენი რეგიონის პრობლემატიკა და კონფლიქტები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ანალიზი და კომპეტენტური სტუმრები, ჩვენი თანამემამულეების საქართველოს ფარგლებს გარეთ და დიასპორის საკითხები. ვახო სანაიას გადაცემა საქართველო და მსოფლიო.